აქედან გამომდინარე, ყველა ადამიანს აქვს თავისი პირადი მოსაზრება. Პირადი მოსაზრება ადამიანის ინდივიდუალური აზრი, ჩემი აზრით, ყველაზე მძაფრად ჩანს ერთ-ერთ თემაში, რომელიც არის თავისუფლება. ყველა ადამიანისთვის თავისუფლება სხვადასხვა რამებს. აი მაგალითად, პავლო, რა არის შენთვის თავისუფლება? თავისუფლება ჩემთვის არის, როდესაც შეგიძლია შენი თავის ფლობა. პირადად ჩემთვის თავისუფლებას ესე ერთ კონკრეტულ რაღაცაში ვერ გადმოვცემდი. ჩემი აზრით, თავისუფლება არის მთელი ცხოვრების მთელ ცხოვრებაში შეიგრძნობა მას და მთელი ცხოვრების შეგრძნება არის. არ გამოიხატება ერთ კონკრეტულ რაღაცში. შეგვიძლია დავფიქრდეთ და გავიაზროთ თუ რატომ დაიწერა ამდენი წიგნი, რატომ გაკეთდა ამდენი ფილმი, მაგალითად რატომ შეწუხდა ამდენი ესეთი ადამიანი, რომ თავისუფლებისთვის რაღაცა ახსნა მოეძებნა. იმიტომ რომ ეს არ გამოიცემა ერთი სიტყვით, რატომ ხო შეგვიძლია ვიფიქროთ ამაზე, მაგრამ რთული საქმეა. თავისუფლებისთვის ბევრი ხალხი იბრძოდა აგრარული დროიდანაც, მათ შორის საქართველოს ქვეყნებს შორის იყო ერთ-ერთი გამორჩეული და ისინი იბრძოდნენ თავისი ოჯახის თავისუფლებისთვის, შთამომავლობის თავისუფლებისთვის და ზოგადად თავისი პირადი თავისუფლებისთვისაც ადრე იბრძოდნენ თავისი სიტყვის თავისუფლებისთვისაც, მაგრამ ეხლა უკვე ამისთვის იმდენი ბრძოლა აღარ მოიწევს რამდენის ადრე. ასე რომ საბოლოოდ მინდა ვთქვა მაჰათმა განდის სიტყვები, მე ძალიან მიყვარს ჩემი თავისუფლება, ამიტომ არ შევზღუდავ სხვის თავისუფლებას. დიახ, მე ძალიან მიყვარს ჩემი თავისუფლება, ამიტომ არ შევზღუდავ სხვის ინდივიდუალურ თავისუფლებას.